შემოდგომის აქტიური და ნაყოფიერი სეზონის დასრულების შემდეგ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზეა, აგრარული პროცესები სათბურებში ინაცვლებს. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენში ეს სექტორი კარგად არ არის განვითარებული, იშვიათად თუ ნახავთ ფერმერს, რომელიც მუშაობას ზამთარშიც აგრძელებს და შესაბამისად ამით დამატებით სარგებელს აწყებულობს. მიზეზი ბევრია, მათ შორის არასაკმარისი ინფორმაცია სათბურების სარგებლიანობისა და რენტაბელობის შესახებ. დღეს ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ, თუ როგორი იქნება თქვენი სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გქონდეთ საკუთარი სასათბურე მეურნეობა და ამით განავითაროთ თქვენი აგრობიზნესი. თუმცა მანამ სანამ გაჩვენებთ, თუ როგორია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სათბური, მოდით ნახოთ, როგორია მისი შედარებით ფართოდ გავრცელებული მარტივი კონსტრუქცია. მარტივი კონსტრუქციის სათბურები ძირითადად მცირე ზომის, 300-დან 500 კვადრატულ მეტრამდეა და ნაკლები სიმდგრადით გამოირჩევა. მისი კარკასი ხშირ შემთხვევაში ხის ან რკინის არის, ხოლო შეფუთვა ცელოფნის, რომელიც სასათბურე ფირს არ წარმოადგენს. ასეთ სათბურებს არ გააჩნიათ გათბობის, ვენტილაციისა და კვების სისტემები და არ არიან გარემოსგან კარგად იზოლირებულები. შესაბამისად, მათში მუდმივად ვერ ნარჩუნდება ის ოპტიმალური კლიმატური პირობები, რომელიც ერთწლოვანი მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტივი კონსტრუქციის სათბურების კიდევ ერთი ნაკლი ნიადაგია. ფერმერების დიდი ნაწილი მას ჩვეულებრივ და ღია გრუნტზე აშენებს, რომელიც საგანგებოდ სათბურისთვის დამუშავებული არ არის. გარდა ამისა, აგებისას არ არის გაანგარიშებული კონსტრუქციის სიმდგრადე ქარისა და თოვლის წინააღმდეგ, რის გამოც მათი უმრავლესობა მძიმე კლიმატურ პირობებს ვერ უძლებს და ინგრევა. მარტივი კონსტრუქციის სათბურები არ არის დაცული მავნებელ დაავადებების გავრცელებისგანაც. თანამედროვე სათბურებთან შედარებით, აქ მცენარეების ამხრივ დაზიანების რისკი 40-45%-ით მაღალია. 500 კვადრატულ მეტრზე მარტივი კონსტრუქციის სათბურის მოწყობის ღირებულება, მუშახელის მომსახურების ღირებულების ჩათვლით 15,000 ლარს აღწევს. მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქციების უპირატესობებია ის, რომ ამ შემთხვევაში შედარებით ბოსტნეული დაცულია გარემოს ფაქტორების მოქმედებისაგან, ეს იქნება ატმოსფერული ნალექები, სხვა კლიმატური პარამეტრები და ასე შემდეგ. და შესაძლებელია უბრალოდ დროის უფრო გრძელ პერიოდში ვაწარმოოთ ბოსტნეული, მივიღოთ უფრო მეტი შემოსავალი და შესაბამისად ეს ყველაფერი გავაკეთოთ შედარებით ნაკლები ხარჯების ფონს. ეს რაც შეეხება მარტივი კონსტრუქციის სათბურს. მოდით ახლა ვნახოთ, როგორია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სათბური და რა დაგიჯდებათ მისი მოწყობა. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სათბურის კარკასი გალვანიზირებული ლითონისგან არის ნაგები. აღნიშნული მასალა ანტიკოროზიული თვისებით ხასიათდება, ანუ არიჟანგება და შედარებით მყარია. ტექნიკური მონაცემების მიხედვით, ასეთ სასათბურე კონსტრუქციას 1 კვადრატულ მეტრზე 75 კილოგრამის სიმძიმის ატანა შეუძლია, რაც ჩვენი პირობებისთვის სიმდგრადის იდეალური მაჩვენებელია. რაც შეეხება გადახურვას, თანამედროვე სტანდარტების სათბური აღჭურვილია სპეციალური პოლიეთილენის პირით, რომელსაც ცელოფანთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. კერძოდ, კარგად იტანს სიმძიმეს, ახდენს მზის სხივების ფილტრაციას და აქვს სინათლის კარგი განბნევის უნარი, რაც სათბურში უკეთესი განათების პირობებს ქმნის. გარდა ამისა, მდგრადია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის მიმართ და აქვს უნარი შეინარჩუნოს სითბო, რაც გათბობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. რაც შეეხება მაღალ ტექნოლოგიებს, სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, გათბობის, რწყვისა და კვების თანამედროვე სისტემებით. ასევე სარკმლებითა და ფარდებით, რომელთა მეშვეობითაც ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირება ხდება. აქვე აღნიშნავთ, რომ თანამედროვე სათბურში ოპტიმალური ტემპერატურა 18-დან 30 გრადუსამდეა, ხოლო ოპტიმალური ტენიანობა 60-65%. ამ პირობებში მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას ხელს უწყობს სპეციალურად დამუშავებული გროუდების ნიადაგიც, რაც დაბქვეული ქოქოსის ტორფს წარმოადგენს. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი სათბურის მოწყობა 500 კვადრატულ მეტრზე 70,000 ლარი დაგიჯდებათ, საიდანაც ხარჯების თითქმის თანაბარი და ყველაზე მეტი წილი კონსტრუქციისა და გათბობის სისტემის მოწყობაზე მოდის. თანამედროვე სტანდარტების სათბურში გათბობის საშუალებებად გამოიყენება გაზი, ელექტროენერგია, შეშა და ქვანახშირი. მათგან ყველაზე იეფად ჩვენში სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა. ასეთი ტიპის სათბურებში ხშირად გამოიყენება ჰიდროპონიკა, იმის გამო, რომ ჰიდროპონიკაზე ჩვენ შეგვიძლიათ მოვიყვანოთ ბევრად უფრო სუფთა ეკოლოგიურად ძალიან ბევრი კულტურა. ამას შედის პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა ბოსტნეული. ასევე შეგვიძლია გერბერა ყვავილებისგან, ვარდი, ხრიზანტემა, მიხაკი და სხვა ყვავილები. ამის გარდა შეგვიძლია დაჟე ხეხილის
ჩითილებიც და ნერგებიც კი გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ქოქოსის ჰიდროპონიკას დიდი უპირატესობა აქვს იმის გამო, რომ წყალს კარგად ინარჩუნებს, ძალიან კარგად ხსნის pH-ი ძალიან კარგი აქვს, ზუსტად ისეთი როგორიც ჭირდება მცენარეს, ოპტიმალური მცენარისთვის და ძალიან კარგად ვითარდება შით ფესვთა სისტემა იმის გამო, რომ აგროებს ჟანგბადს. მაშასე, უკვე გავარკვიეთ ხარჯები, რომლის გაღებაც იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ გადაწყვეტთ, რომ საკუთარი სასათბურე მეურნეობა გქონდეთ. მოდით ახლა ერთად დავიანგარიშოთ სარგებელი, რომელსაც მაგალითად პომიდორისგან 500 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ მარტივან თანამედროვე ტიპის კონსტრუქციის სათბურში მიიღებთ. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის კი ალბათ უპრიანი იქნება თავდაპირველად დავიანგარიშოთ სარგებელი, რომელსაც ფერმერი იმ შემთხვევაში ღებულობს პომიდორისგან, როცა ის არასასათბურე პირობებში სეზონურად მოჰყავს. პომიდორის ჩვენში ფართოდ გავრცელებული ჯიშის ერთი ძირი არასასათბურე პირობებში ფერმერს სეზონზე, ანუ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 3 კილოგრამ მოსავალს აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტულად 2 კვადრატულ მეტრზე 5 ენერგი ირგვება, 500 კვადრატულ მეტრზე 1250 ენერგიის განთავსებაა შესაძლებელი, რაც ჯამში 3750 კილოგრამ მოსავალს გვაძლევს. ამ პერიოდში ბაზარზე პროდუქციის სიჭარბის გამო 1 კილოგრამი პომიდორის რეალიზაცია მხოლოდ 50 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ფერმერის შემოსავალიც ამ შემთხვევაში 1875 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ ჩითილების ღირებულებას, რომელიც 250 ლარს აღწევს, წამლობის ღირებულებას, რომელიც 200 ლარია და სასუქების ღირებულებას, რომელიც 100 ლარს არ აღემატება, მივიღებთ 1325 ლარს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსავლის რეალიზაციას ფერმერი ბაღიდან დაკრეფისთანავე მოახდენს და არ მოუხდება ტრანსპორტირების ხარჯის გაღება. ეს კი ალბათ ყველავთან ხვდებით მიზერული შემოსავალია. ჩითილებს ღებულობთ. ახალ სოფელში არის სპეციალური საჩითილე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივ მთავრობას უთანხმდებით. იქ ადგილობრივი მთავრობა გვაძლევს ინფორმაციას ჩითილების აღების თაობაზე და შევდივარ და მომაქვს იქიდან ჩითილი. იმის გარდა სახშიც გამოგვყავს ჩითილი იმის გამო, რომ იმ სათესლე მეურნეობას ქედისა და ქედის პომიდორზე დახიან ასეთი პომიდორი იმათ არ გამოყავენ. გაიგე და ჩვენ სახში ოჯახში გამოგვყავს ეგეთი. ძირმა რომ კილო პომიდორი მეისხას, მისი ხარჯიც აუკვე და მოგებაც არის, გაიგე. იმიტომ 30 კაპიკი ხო გადავიხადე ძირში. გასულ წელს კი ხელვაჩავის გამგეობამ დააფინანსა, მაგრამ წელს არ დაუფინანსებია და მე გადავიხადე და ამოვიტანე ხო? შენ წარმოედგინე ლარში ვყიდდი პომიდორს 80-დან ლარი. 1 კილო რომ მეისხას პომიდორმა, ლარს 1 პომიდორი ვერ გახარჯავს მის ცხოვრებაში, რომ წამალიც რო იყიდო, სასუქიც რო იყიდო, დაჟე მუშაშაც რო გუდუხადო და ამუშაო, მაინც 1 კილო პომიდორზე ხომ არ გაჩერდება და? ეს არის რეალობა, რომელიც კარგად არის ნაცნობი ყველა იმ ფერმერისთვის, რომლისთვისაც პრიორიტეტი პომიდორის მოყვანა რეალიზაცია და ამით ოჯახში დამატებითი სარგებელი შეტანაა. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ იცვლება ეს რეალობა იმ შემთხვევაში, როდესაც ფერმერებს პომიდორი მარტივი კონსტრუქციის სათბურებში მოჰყავთ. მარტივი კონსტრუქციის სასათბურე პირობებში, არასასათბურესთან შედარებით, პომიდორის ერთ ძირზე მიღებული მოსავალი 130%-ით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ღია გრუნტზე ფერმერი სეზონის განმავლობაში ღებულობდა 3 კილოგრამ პომიდორს, აქ უკვე ეს მაჩვენებელი 7 კილოგრამამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა უკავშირდება უფრო მეტად არა მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას, არამედ კრეფის გახანგრძლივებულ პერიოდს, რომელიც მარტივი კონსტრუქციის სასათბურე პირობებში 5 თვეს აღწევს. შესაბამისად, 500 კვადრატულ მეტრზე ფერმერის შემოსავალი საუკეთესო შემთხვევაში ახლა უკვე 8750 კილოგრამია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში მოსავლის აღების გარკვეული პერიოდი, უფრო ზუსტად კი 2 თვე ემთხვევა სეზონს და ბაზარზე პროდუქციის სიჭარბეა, სათბურში მოყვანილი მოსავლის ნაწილის რეალიზაციის ფასი 1 კილოგრამზე კვლავ 50 თეთრი იქნება. მეორე ნაწილის კი 2 ლარს მიაღწევს. თუ ამ მაჩვენებლებიდან გამოვიყვანთ საშუალოს, მაშინ ფერმერის შემოსავალი 1 კილოგრამზე სულ მცირე 1 ლარი იქნება, ხოლო ჯამში 8750 ლარი. რაც შეეხება ხარჯებს, იგივე ანუ 250 ლარი დარჩება ჩითილების ღირებულება, ხოლო მარტივი კონსტრუქციის სათბურში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით გაიზრდება სხვა ხარჯები. კერძოდ, 300 ლარს მიაღწევს წამლობის ღირებულება, ხოლო 400 ლარს საკვების სასუქების ღირებულება. თუ ამ ყველაფერს გამოვაკლებთ მიღებულ შემოსავალს, მივიღებთ 7800 ლარს, რაც 6475 ლარით აღემატება არასასათბურე პირობებში მიღებულ სარგებელს. ეს დაანგარიშება ვალიდურია იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი მოსავალს გაყიდის აღებისთანავე
ბაღიდან და არ გაიღებს ტრანსპორტირების ხარჯებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარტივი კონსტრუქციის სათბურში მისი მოწყობის სპეციფიკის გამო არ გვიხდება ისეთი ხარჯების გაღებაც, როგორიც არის მაგალითად წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის დანახარჯი. ღია გრუნტისგან განსხვავებით, ასეთ პირობებში შესაძლებელია სასათბურე ჰიბრიდების წარმოება, რომელიც უფრო გრძელი სიცოცხლის უნარიანობით და სავეგეტაციო პერიოდი გამოირჩევიან და შესაბამისად ერთეულ ფართობზე, ერთეულ კვადრატულ მეტრზე მოსავლიანობა უფრო იზრდება ღია გრუნტთან შედარებით, ხოლო კაპიტალურ სათბურთან შედარებით უფრო ნაკლებია მოსავლიანობა ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს არის იმის საფუძველი, რომ მასიური სახე ქონდეს ჩვენი რეგიონის მასშტაბით სასათბურე მეურნეობის და ზოგადად დახურული გრუნტის განვითარებას და ასეთი მაგალითი, მაგალითად როგორც დღეს ვარ ჩვენ ფერმერთან, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, ოპტიმისტურ საფუძველს, რომ აქვს პერსპექტივა ამ დარგს და შესაძლებელია სრულიად თავისუფალია ენთუზიაზმზე და კარგი ცოდნით, კარგი გონებრივი გადაწყვეტილებებით ფერმერმა მიიღოს თავისი ოჯახისათვის კარგი სარგებელი და გააკეთოს ძალიან კარგი შემოსავლიანი აგრობიზნესი, ასე რომ ვთქვათ, და ჩაუყაროს საფუძველი ყველაფერი ამას, თუნდაც საოჯახო პირობებში. ალბათ უკვე მოყვანილი განსხვავებაც საკმარისია იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ ზრდის თქვენს მოსავალსა და შემოსავალს პომიდორის თუნდაც არასტანდარტულ სასათბურე პირობებში მოყვანა. მოდით ახლა ვნახოთ, როგორი იქნება თქვენი სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ პომიდორს მაღალ ტექნოლოგიურ თანამედროვე სათბურში მოიყვანთ. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სასათბურე მეურნეობაში ერთ ძირ პომიდორზე სეზონის განმავლობაში მიღებული მოსავალი 15 კილოგრამამდე იზრდება. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოსავლის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა ხდება როგორც მისი ხარისხობრივი მაჩვენებლის, ასევე კრეფის ხანგრძლივობის ზრდის ხარჯზე. კერძოდ, პერიოდი, როდესაც პომიდორის ვეგეტაცია და მოსავლის აღება რეალიზაცია ხდება, თანამედროვე კონსტრუქციის სათბურში 9 თვემდე იზრდება. ასეთ პირობებში 500 კვადრატულ მეტრზე ფერმერის მიერ მიღებული მოსავალი 18750 კილოგრამს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ბაზარზე პომიდორის დეფიციტია და მისი ფასი 2 ლარს არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი მთელი სეზონის განმავლობაში 37500 ლარი იქნება. რაც შეეხება ხარჯებს, ჩითილების, პესტიციდებისა და საკვების ასუქების შეძენისთვის საჭირო თანხებთან ერთად, აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯები. ამათგან დანახარჯების ყველაზე მეტი წილი სწორედ გათბობაზე მოდის. კერძოდ, 500 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სათბური 9 თვიანი ფუნქციონირების მანძილზე ჩვენს პირობებში გათბობა სულ მცირე 6 თვის მანძილზე, ნოემბრიდან აპრილამდე საჭიროებს, რისთვისაც საშუალოდ 18 ტონა ქვანახშირი სჭირდება. ქვანახშირი ადგილობრივ ბაზარზე არ მოიპოვება, ამიტომ ის შემოაგვდა 1 ტონის ღირებულება $250 ეკვივალენტია ლარში. ამ გაანგარიშებით ფერმერმა ქვანახშირის შესაძენად $4500 ეკვივალენტი ლარი უნდა დახარჯოს, რაც მოცემულ მომენტში $7875 ლარს აღწევს. იმის გამო, რომ თანამედროვე კონსტრუქციის სათბურში ნიადაგს წარმოადგენს გროუბეგი, იზრდება საკვების ასუქების ხარჯიც და $2085 ლარს აღწევს. სამაგიეროდ უცვლელი რჩება ჩითილებისა და პესტიციდების შეძენისთვის განკუთვნილი თანხები, რასაც დაემატება წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც ჯამში 450 ლარს არ აღემატება. თუ ამ ყველაფერს გამოვაკლებთ მიღებულ შემოსავალს, დაგვრჩება 26550 ლარი, რაც 18750 ლარით მეტია მარტივი კონსტრუქციის სათბურით მიღებულ სარგებელზე, ხოლო 25225 ლარით მეტი არასასათბურე პირობებში მიღებულზე. დღეს თუ გადაწყვეტს ფერმერი სათბურის მშენებლობას, შეიძლება ის პერიოდი დაემთხვას მოსავლის აღებას, როდესაც მასიურად არის შემოსული, თუმცა უკვე მეორე სეზონზე შეუძლია მას არჩიოს ის პერიოდი, ანუ აგვისტოს თვე, ივლისში არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ დიდი სიცხეები, აგვისტოს თვეს თუ გადაწყვეტ მეორე სეზონზე უკვე შეუძლია აგვისტოში დაიწყოს დარგვა პომიდორის და უკვე რა თქმა უნდა მოგება შედარებით მეტი ექნება, ვიდრე ვთქვათ დღეს დარგვის შემთხვევაში. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ თქვენ უკვე გადაწყვეტეთ გქონდეთ საკუთარი სასათბურე მეურნეობა, მაგრამ ჯერ კიდევ დაგვრჩათ პასუხგაუცემელი კითხვები, აუცილებლად მოგწერეთ ან დაგვიკავშირდით. ჩვენ შევეცდებით თქვენი ცნობის მოყვარეობა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ახლა კი გემშვიდობებით. ერთმანეთს ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად გრძანდებოდეთ.